საქართველოში 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კოჯორში იმყოფებოდა, სადაც იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით ჩიემკეს. 104 წლის წინ 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად აღნიშნული თარიღი საბჭოთა ოკუპაციის დღეთ არის გამოცხადებული. ტრადიციულად ყოველი წლის ამ დღეს ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე, მეორე მხრივ ეს დღე გვახსენებს, რა თქმა უნდა, ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ეს დღე უნდა გვახსენებდეს ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირების. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 104 წლის წინ 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი კერდით გადაეფარნენ ჩვენ დამოუკიდებლობას. ამავე დროს ეს დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ. გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევგენარჩუნებინა.